AJL Spirit 2013 დასრულდა ქართულ-ამერიკული წვრთნების ბოლო დღეს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა და საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები დაესწრნენ. სწავლების დეტალებით პირდაპირ ეთერში გიორგი მანჯავიძე ისაუბრებს. AJL Spirit 2013 სულ ცოტა ხნის წინ აქ ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დასრულდა. წვრთნების დასრულება ქართულმა და ამერიკელმა სამხედროებმა საჩვენებელი ოპერაციით აღნიშნეს. ამ ოპერაციას თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა და ასევე საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები დაესწრნენ. ერთობლივი შტაბი იყო ჩამოყალიბებული ამ ოპერაციების წარმოების ამერიკელებთან ერთად და კიდევ უფრო დამატებითი გამოცდილება შეიძინეს ჩვენმა ოფიცრებმა, ბატალიონის ხელმძღვანელებმა ერთობლივი ძალისხმევით საბრძოლო ამოცანების გადაწყვეტის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი ტექნიკა იყო ჩართული, მათ შორის ჯავშან ტექნიკა, რომლის გამოცდაც მიმდინარეობს და საბოლოოდ ამ გამოცდის შემდეგ კონკრეტული დასკვნებიც გვექნება. AJL Spirit 2013-ში ამერიკული მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის 350 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, ქართული მხრიდან კი მეორე ქვეითი შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23 ბატალიონი. ასევე დღესვე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია უფრო ფართო მასშტაბიანი წვრთნები ამერიკელებთან ერთად, რომელშიც ასევე რეგიონის მასშტაბით შესაძლოა ჩაერთონ უკრაინა, თურქეთი და აზერბაიჯანიც. მადლობა გიორგი, ვაზიანის სამხედრო პოლიგონიდან გიორგი მანჯავიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.